გაზრდილია როგორც მომართვიანობა, ისე ინფიცირების შემთხვევების ოდენობა, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ განსაკუთრებული არაფერია. ეს არის სეზონისთვის დამახასიათებელი. უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 2 კვირაში შემთხვევების ოდენობა კლებისკენ წავა. განაცხადა კლინიკა ფერომედის ინფექციონისტმა მამუკა ჭიჭინაძემ სპექტრთან კომუნიკაციისას. ყოველ წელიწადს ამჟამადაც წლის ზამთრის პერიოდში უკეთად არის მომატებული რესპირაციული ვირუსული ინფექციების რაოდენობა. რამდენიმე სახის ვირუსი ცირკულირებს საზოგადოებაში, რაიმე განსაკუთრებული მოვლენის ადგილი არ აქვს, უბრალოდ მატება არის რაოდენობრივი. გაზრდილია მიმართვიანობა როგორც პოლიკლინიკურ ნაწილში, ასევე სტაციონარულ ნაწილში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი განსაკუთრებული ზომების მიღებას ეს არ საჭიროა. რამდენადაც ჩვეულებრივი ბანალური ვირუსული ინფექციებია, ამდენად პრევენცია ამ დაავადებების და მკურნალობას რაიმე განსაკუთრებული განსხვავებული არ საჭიროებს. ადამიანებმა უნდა დაიცვან თავი, უნდა ატარონ პირვადები საზოგადოებრივი შეგრების ადგილებში, უნდა იკონტროლონ ტემპერატურა, იმ შემთხვევაში თუ ექნებათ ვირუსული ინფექციის ნიშნები, როგორც არის ტემპერატურა, ხველია, სურდო, ტკივილი კუნთები, სხელი და ასე შემდეგ, მიმართონ ექიმს, რა თქმა უნდა, დასაწყისში პოლიკლინიკურად, საჭიროების შემთხვევაში სტაციონარულად. რაიმე კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანი განსხვავებული არაფერი არ ხდება, არის მატება სეზონური, რაც დიდად სავარაუდოდ 2 კვირის მანძილზე ალბათ დავაკლებისკენ. მისი თქმით, ძირითადად დომინირებს ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის ვირუსი და პრევენციისთვის მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ პირბადე, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს და რაც მთავარია, დროულად მიმართონ ექიმს.